ქუთაის ისევ ახალი, თუმცა ამჯერად უკვე ყოფილი მერის მოვალეობის შემსრულებელი ხავს. საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით 4 ნოემბრამდე ქუთაისის პრობლემების მოგვარებაზე ისევ კოტე ლომიძე იზრუნებს. ქუთაისის მერის მოვალეობას ასრულებდა ბატონი თენგიზ თოფურიძე, ეს იყო 8 ოქტომბრამდე. ანუ 7 ოქტომბერს მას უთავდებოდა მოვალეობის შესრულების ვადა. შესაბამისად ვისჯერეთ საკრებულოს წევრებმა, ვისჯერეთ მერის მოადგილეებთან ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მერის მოვალეობა ისევ დაკისრებოდა ბატონ კოტე ლომიძეს, როგორც უკვე მერის მოადგილეს. შეგახსენებთ, კოტე ლომიძე მერის მოვალეობას უკვე მეორედ ასრულებს. წინა ჯერზე მას 8 ოქტომბრამდე თენგო თოფურიძე ჩაანაცვლეს. საკრებულოს მუდმივმოქმედმა კომისიამ გადაწყვეტილება შეცვალა და თანამდებობაზე ისევ კოტე ლომიძე დააბრუნა. ლომიძის თქმით, თოფურიძეც და ისიც ერთი გუნდის წევრები არიან და ქალაქის ბედზეც ერთნაირად იზრუნებენ. ჩვენ ვართ ერთი გუნდი ხალხ, აქ ვინ იქნებოდა მერის მოვალეობის შემსრულებელი, ამაში ვერანაირ პრობლემას მე ვერ ვხედავ. ვერ იგრძნობდა ვერც ერთი სამსახური, ვერც ერთი მოსახლე, რომელიმე ან სამსახურის პარალიზებას, ან მერის პარალიზებას. აქ ყველაფერი ჩვეულებრივად მოხდა. უბრალოდ რაღაც ტექნიკური მხარე იყო ამის, უბრალოდ კონკურსების შემდეგ მოხდა ასეთნაირად, რომ თენგიზ თოფურიძეს დაეკისრა დროებით მოვალეობის შესრულება და შემდგომში მოლაპარაკებებით გაგრძელდა ჩვენ შორის, საკრებულოშიც, ფრაქციებს შორისაც და გადაწყვეტილება მიღებული იქნა ჩემი მისამართით და ახლა ნამდვილად ვგრძნობდით პასუხისმგებლობას მე მოსახლეობის წინაშე, იმიტომ რომ როცა ადამიანი იმედის თვალით გიყურებს, რაღაც გარკვეული სიმპათია გააჩნია შენი მისამართით და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ვეცდები, რომ კუთათურების ლოდინი არ გავაქარწყლო. მოსახლეობა ქალაქის მერის ხშირ ცვლას უარყოფით ათაფასებს. ისინი ფიქრობენ, რომ მერი არა საკრებულომ, არამედ მოსახლეობამ უნდა აერჩიოს. არ არის სასურველი, რომ ასე მალმალე იცვლება ხელმძღვანელი ქალაქის, რომელიც ქალაქს ჯერ გაცნობილი არ არის და უკვე შეცვლილია. სასურველი იქნება თუ ქუთაისელი ვინმე ჭკვიანი, რა თქმა უნდა და ჩამოყალიბებული, რომელსაც აქვს იმის უნარი, რომ უხელმძღვანელოს ქალაქს აირჩევენ ისეთ პიროვნებას. მოსახლეობამ უნდა აირჩიოს ქალაქის მერი, აბა ვინ უნდა აირჩიოს და ესე დანიშნით რომ მოდის, იმიტომ შეიცვალა ეს ამერი. ჩემი აზრით და ყველა ქართველის აზრით ქალაქის მერი უნდა აირჩიოს მოსახლეობამ. ახლა მეორე აზრია კიდევ. იტყვიან ხოლმე, რატომ მოსახლეობამ ხო აირჩია საკრებულო? საკრებულო სამწუხაროდ ხელისუფლების მსახური გახდა იმ ხელისუფლების, ავად მოსაგონარი ხელისუფლების, რომელიც იყავდა ქუთაის ადრე 8-9 წელიწადია. და ეხლა სასწრაფოდ უნდა მოხდეს მოსახლეობის ერთგვაროვანი გამოსვლა და მერის არჩევანი და გააკეთოს მოსახლეობამ თვითონ. კონსტანტინე ლომიძე მერის მოვალეობას 4 ნოემბრამდე შეასრულებს. კომისიაში წინასწარ არავინ იცის, ვინ იქნება შემდეგი. ქუთაისის ნომერ მეორე საპყრობილეში არასრულწლოვანი პატიმარი გუშინ გარდაიცვალა. ქურდობის ბრალდებით დაკავებული 16 წლის სენაკელი საპატიმროში 2 დღის წინ შეიყვანეს. ახალგაზრდა სასჯელს მეორეთი ხდიდა. პირველი განცხადება სოზარ სუბარმა პატიმრის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში გააკეთა. მან ქუთაისის ციხეში ვიზიტისას განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით ბრალდებულმა თავი მოიკლა. ინფორმაციით ეს არის სუიციდი, თანაც პრაქტიკულად 24 საათიც არ იყო გასული მისი შემოყვანიდან, ანუ ახალი დაკავებული, თუმცა ეს უკვე მისთვის მეორე დაკავება იყო, მეორე პატიმრობა, იმიტომ რომ 28 აგვისტოს პრეზიდენტის შეწყალებით გათავისუფლდა. ძალიან გაუგებარია რა მოხდა, იმიტომ რომ თვითონ მიზეზი, იმიტომ რომ თვითონ იცოდა, რომ რამდენიმე დღეში უნდა გათავისუფლებული იყო, გირაო ჰქონდა შეფარდებული. დღის განმავლობაში რამდენჯერმე ინახულეს, მათ შორის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი, აი ზუსტად 9 საათის გასული იყო მისი საკნიდან და 9 საათის შემდეგ რო შებრუნდა, უკვე თვითმკვლელობის ფაქტი იყო სახეზე. მის მეორე განცხადებაში, რომელიც დღეს გააკეთა, ამბობს, რომ წინასწარ ვერსიებზე ვერ ილაპარაკებს და გარდაცვალების მიზეზი გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი. პრაქტიკულად პირველი შემთხვევა, როდესაც არასრულწლოვანი გარდაიცვალა ამ სისტემაში, ყოველ შემთხვევაში ამ 1 წლის განმავლობაში რაც ჩვენ აქ ვართ, ის იყო აბსოლუტურად სალკე საკანში არავისთან შეხება არ ქონია, თანაც რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას არ ქონდა პატიმრობა შეფარდებული ქონდა გირაო და პრაქტიკულად თვითონ რამდენიმე დღეში ალბათ თუ კი ოჯახი გადაეხდიდა თან ის დატოვებდა პატიმრობას, ამიტომაც ამ შემთხვევაში ამ სხვა ვერსიაზე ცოტა ძნელია ფიქრი.
ოჯახი ამტკიცებს, რომ 16 წლის გოგა ძველაია მოკლულია. მამას რამდენიმე არგუმენტი აქვს. ის ყვება, რომ გარდაცვლილ შვილს უთანხმოება ჰქონდა ერთ-ერთ პატიმართან და მას კატეგორიულად არ უნდოდა ქუთაისის ციხეში გადაყვანა. არასრულწლოვანი ბავშვი. ჩემს უმისოდ, რატომ გაკვეთეს, რატომ მე არ მანახეს თავიდან ბოლომდე რა მდგომარეობაში იყო. თუ ბავშვმა თავი ჩამოიხრჩა, თეთრია ქათქათა, ჩამოხშობილი არის ყველა შავი. ყავთ ან მოკლული და მე ჩამოკიდებული. მეორე ვერსია არსებობს კიდე, რომ ეს არის გაგუდული. აბა თეთრი საპატუ. თეთრი რატო? გაგუდეს და ჩამოკიდეს. საპყრობილეში მომხდარი ფაქტით დაინტერესდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც. ასეთ დროს კითხვები ჩდება და აუცილებელია ფაქტი გაირკვეს, ამბობს ეკა ბესელია. ძალიან მძიმე ფაქტია, ძალიან განსაკუთრებით არასრულწლოვანზეა საუბარი, ამიტომ მე მოვერიდები ჯერ შემაჯამებელი განცხადებების გაკეთებას, ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ ძალიან დეტალურად და ზუსტად რა მოხდა, რატომ მოხდა, რა ხდებოდა, რა უძღოდა წინ ამ ფაქტს და რამ განაპირობა. ასეთი შემთხვევები უმიზესოდ არ ხდება. არც თვითმკვლელობა და არც თუ კი რა სხვა რაიმე შემთხვევა. როგორც საჯარო ახსოვების მინისტრმა თქვა, ეს იყო თვითმკვლელობის ფაქტი, თუმცა ასეთ ფაქტის დადასტურებულო დადასტურების შემთხვევაშიც კი ამას აქვს კონკრეტული მიზეზი. ჭირდება გამოძიება ძალიან ფაქიზი, დეტალური და ყოველმხრივი. ამიტომ მე ბუნებრივია ამ საკითხშიც ჩავერთვები და მეტ ინფორმაციას მივიღებ სხვადასხვა მხრიდან. დასკვნა ამ ეტაპზე უცნობია, ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები კი ამ დრომდე ვრცელდება. დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აგრარულ საკითხთა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომებზე საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა გაიმართა. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელიც 2014 წლის ბიუჯეტში უნდა აისახოს. ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და განათლების სამინისტროების დაფინანსება გაიზარდა. დანარჩენი სამინისტროების შემთხვევაში გაგრძელდება რეფორმა, რომელიც 2013 წელს დაიწყო და შესაბამისი ფინანსური რესურსიც არის გათვალისწინებული. 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თვლიანი აციგნებები არის 9 მილიარდ 9 მილიონი ლარი. ის გაზრდილია 2013 წელთან შედარებით გაზრდილია. ძირითადი პრიორიტეტები არის რჩება იგივე რაც 2013 წელს იყო. ციფრებში თუ გვაინტერესებს გაზრდილია დაფინანსება შემდეგი სამინისტროების და შემდეგი მიმართულების, ეს არის ჯანდაცვის სამინისტრო, ახლობით 2 მილიარდ 700 მილიონამდე იზრდება თლიანი დაფინანსება, რაც თლიანი სახელმწიფო ბიუჯეტის 30% შეადგენს. ეს არის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 280 მილიონ ლარამდე არის მათი 2014 წლის ასიგნება და ანუ იზრდება მიმდინარე წელთან შედარებით 59 მილიონი ლარი. ეს არის განათლების სამინისტრო, რომლის დაფინანსებაც იზრდება 64 მილიონი ლარი და ძირითადად მოხმარდება სკოლების რეაბილიტაციას, სასწავლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებას, სოფლად ბავშვების ტრანსპორტირების უზრუნველყოფას, მათთვისაც შორი მანძილია გასავლელი სახლიდან სკოლამდე, ასევე გაგრძელდება მეცნიერების დაფინანსება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი წლების განმავლობაში იქნება 26 ახალი პროფსასწავლებლის გახსნა, რომლისთვისაც 2014 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია 23 მილიონი ლარი. სოფლის მეურნეობის მიმართულებით მნიშვნელოვანი თანხები დაახლოებით 130 მილიონი ლარი გაიხარჯება სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციისთვის და ექსპლუატაციისთვის, ასევე დაახლოებით 68 მილიონი ლარია გათვალისწინებული იაფი აგროკრედიტისთვის. ყველა სხვა დანარჩენ სამინისტროებში გაგრძელდება ის რეფორმა, რაც დაიწყო 2013 წელს და შესაბამისი ფინანსური რესურსი გათვალისწინებულია ამ სამინისტროებს. 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი გამჭვირვალეა და მაქსიმალური ყურადღება ეთმობა სოციალურ პროექტებს, რაც მნიშვნელოვანია. ეს განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გააკეთა. ბიუჯეტთან დაკავშირებით კომიტეტებზე დაისვა კითხვების აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი კი წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტით კმაყოფილია. სოფლის მეურნეობის დაფინანსება წელს 50 მილიონი ლარით არის გაზრდილი. ჩვენ გქონდა კონკრეტული კითხვები, რომელზედაც პასუხები მივიღეთ საკმაოდ ნათლად. ბიუჯეტში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, მაქსიმალურად მიმართულია სოციალური პროექტებისკენ და იზრდება სხვადასხვა მიმართულებით დაფინანსება, როგორც განათლების კუთხით, ასევე
სოციალური დაცვის კუთხით ბევრი პარამეტრი გაიზრდება, რაც მოგცემს შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტი თანხა დაიხარჯოს სოციალურ პროექტებზე. რაც მთავარია ასევე ბიუჯეტში არ არის ისეთი ჭრილოვანი და დაფარული მუხლები, როგორც იყო ადრე სხვადასხვა და შემდეგ გაუგებარი ხარჯებისთვის მაქსიმალურად დეტალიზებულია ყველა საკითხი, ყველა მიმართულებით, რისთვის უნდა მოხდეს საბიუჯეტო სახსრების მიმართვა. ჩვენ გქონდა ასევე შეკითხვა იგივე დიცსა და დვანში დაზარალდნენ ჩვენი მოქალაქეები, მათთვის ანაზღაურება, კომპენსაცია, რა რესურსით მოხდება მისი ანაზღაურება და თუ კი ვთქვათ იქნება მომავალ წელს რაიმე ტიპის პრობლემა, ასეთ რომელიც ჩვენს მოქალაქეებს გაუთვალისწინებლად შეიძლება თქვა ზიანი მიადგეთ. ამაზე მივიღეთ პასუხი, რომ არის სარეზერვო ფონდი, რომლიდანაც სწრაფად და დროულად უნდა მოხდეს ნებისმიერი ასეთ ტიპის ზიანის ანაზღაურება. ბიუჯეტის პროექტს გავეცანით, კი ბატონო, განსაკუთრებით რა თქმა უნდა გავეცანით იმ ნაწილს, რომელიც ეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებას, ზოგადად პოლიტიკის იმ სეგმენტს, რომელიც ამ სფეროს შეეხება და მინდა გითხრათ, რომ ჯერჯერობით ვთქვათ უკმაყოფილო არ ვართ იმ მონაცემებით, იმ პარამეტრებით, რაც ამ ბიუჯეტში ჩანს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ბიუჯეტის მოცულობა გაზრდილია დაახლოებით 50 მილიონი ლარით. ეხლა ზუსტად საკომიტეტო მოსმენაზე გვინდა ვნახოთ უფრო დეტალური ჩაშლა, პროგრამული ჩაშლა, რომ კონდეს საშუალება განსაზღვროთ რამდენად შეესაბამება გრძელვადიანი პოლიტიკის იმ გახმაურებულ ტენდენციებს, რაზეც ლაპარაკობდით ჩვენ ადრე წარმოადგენილი ბიუჯეტი. ვფიქრობ, რომ ამ ხრივ პრობლემა არ გვექნება. საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საკომიტეტო განხილვები დღეს დაიწყო. პროექტის პირველი მოსმენა რამდენიმე კომიტეტზე უკვე შედგა და ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტებიც ცნობილია. მე-15 საჯარო სკოლის პედაგოგმა დღეს მორიგი ბრიფინგი გამართა. მარინა მიქაბერიძე სკოლის დირექტორს დისკრედიტაციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ლია კუხიანიძე პირადი ინტერესების გამო მას სამუშაო საათებს არ აძლევს, რაც მის შემოსავალზე უარყოფითად აისახება. მიქაბერიძემ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით პარლამენტარ ელისო ჩაფიძეს და განათლების მინისტრს მიმართა. პედაგოგი ამბობს, რომ იგი სერტიფიცირებულია და უკანონო ქმედება მას სკოლაში არასდროს ჩაუდენია. ლია კუხიანიძე 2012 წლიდან ახორციელებს ჩემზე ზეწოლებს. წელს 4 ოქტომბერს პარასკევ დღეს მე-4-მე-5 გაკვეთილებზე არ შემიშვა მე-4 კლასებში დაწყებით გაკვეთილებზე, თურმე მას პარასკევს ჩასატარებელი გაკვეთილები ჩაუტარებია საგნის არ მცოდნე მასწავლებლს. სამშაბათ დღეს არ დამირღვევია შრომის კოდექსი, როგორც ლია კუხიანიძე აცხადებს, არ მაპატიებდა, არც მასწავლებლის ეთიკის კოდექსი არ დამირღვევია. საქართველოში დაშისდა ტერორის პოლიტიკა დასრულდა, მაგრამ მე-15 საჯარო სკოლაში ჩემს მიმართ ეს პოლიტიკა არ დასრულებულა. სამართლიანობის აღდგენას ვფიქრობ, თუ დასასჯელი ვარ აუცილებლად მივიღებ, უბრალოდ კანონიც არ მაპატიებს, თუ რაიმე დანაშაული მიმიწვის, თორე სამართლიანობის დამტკიცებას. მითხრას ვინმე ვარ ტყვანი თუ მართალი, მე მეტი არაფერი არ უნდა და დანარჩენი თვითონ სამინისტრომ გადაწყვიტოს. მე-15 საჯარო სკოლის პედაგოგის ბრალდებები მიუღებელია როგორც სკოლის დირექტორისთვის, ასევე სხვა სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის. მათი განცხადებით მარინა მიქაბერიძემ კონფლიქტივ მასწავლებლებთან გასულ წელს სერტიფიცირებული პედაგოგების სამუშაო საათების განაწილების შემდეგ დაიწყო. როგორც დირექტორი ლია კუხიანიძე ამბობს, მიქაბერიძე მათ მოთხოვნებს არ ემორჩილება და სასწავლო პროცესაც ხშირად შლის. მისი ყველა ბრალდება, რომელიც ისმის ტელევიზიით, ისმის პრესის ფურცლებიდან არის ცრუ, აბსურდული, ფაქტებისაგან გაუმყარებელი, იმიტომ რომ არ არსებობს ჩვენ სკოლაში რომელიმე მასწავლებელი, რომელიმე ბავშვი იჩაგრებოდეს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს თუ იჩაგრება და თუ იჩაგრება და ვიცით ამის შესახებ, აუცილებლად ვიქცევით კანონის შესაბამისად. მით უმეტეს პირადად ჩემგან არასოდეს არ ყოფილა არც ერთი მასწავლებლის უფლების დარღვევა და პირველ რიგში ქალბატონ მარინე მიქაბერიძის უფლებები არ დამირღვევია. წარმოადგენს ქალბატონმა მარინემ თავისი ნაშრომი და შესაბამისად მიეცეს, მაგრამ არ დაუტოვებია კათედრას, არ დაუტოვებია სკოლას ქალბატონი მარინე საათების გარეშე და ამ მომენტს იგი ყველანაირად გამორიცხავს. არ ამბობს, არ ახსენებს, რომ პრობლემა დაიწყოს სერტიფიცირების მომენტიდან. როდის დასრულდება დავა პედაგოგსა და სკოლის დირექტორს შორის ჯერჯერობით გაურკვეველია.
ნიკოლოზ რურუა 6 ოქტომბერს რუსული მედია საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სოჭის ოლიმპიადაზე ერთ-ერთი მეჩირაღდნე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე მფრინავი ივან ნიჩაევი იქნება. კულტურის ყოფილი მინისტრი ოლიმპიადაში მონაწილეობის მიზეზს ვერ ხედავს და ღონისძიების ბოიკოტირების აუცილებლობაზე საუბრობს. ამ თუნდაც მართალი გითხრათ, ჩემთვისაც გაუგებარია გამომდინარე იქიდან, რომ არგუმენტები თუ რატომ არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა არის საკმაოდ ძლიერი, დამარწმუნებელი და პრაგმატული. მე არ მესმის საერთოდ არგუმენტები მის თაობაზე თუ რატომ უნდა წავედეთ. არჩევანი რომ ვინმე ნეჩაევს, რომელიც იღებდა რუსეთის აგრესიაში მონაწილეობას, ეტარებინა ოლიმპიური მშვიდობის სიმბოლოდ აღიარებული ჩირაღდანი არ არის არანაირად შემთხვევითი, ის ამოარჩიეს ასობით და ათასობით სამხედროდან და საერთოდ მილიონობით ადამიანიდან, ვისაც შეეძლო ჩირაღდანი ატარებინა და ეს მიანიშნებს ერთ რამეზე. რუსეთი ცდილობს მაქსიმალურად მსოფლიოს თვალში, ისევე როგორც ჩვენ თვალში გაათეთროს და აკანონოს ის მონაპოვარი, რომელიც მან 2008 წლის აგვისტოს აგრესიის შემდეგ მიიღო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ რუსეთის ფედერაციისთვის გზავნილი მოამზადა, რომლის მიხედვითაც სოჭის ოლიმპიადამდე დარჩენილ პერიოდში შეჯიბრებაზე საქართველოს მონაწილეობის საკითხი გადაიხედება. ქუცნაშვილის თქმით, ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ეცდება რუსეთი სპორტული ფორუმი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. ყველაფრის დათმობა, რა თქმა უნდა, ოლიმპიადაში მონაწილეობასაც არ არის. და უფრო მეც გეტყვით, რომ ეროვნული ღირსება აქ ასევე ღირებულებას წარმოადგენს, რომელიც ასევე არ შეიძლება იყოს გაცვლილი. ამიტომაც ჩვენ გავუგზავნით სერიოზული გზავნილი რუსეთის ფედერაციას და უთხრათ, რომ დარჩენილ 4 თვეში შეიძლება გაწყვეტილება გადასინჯული იქნას იმის დამიხედით, შეეცდება თუ არა რუსეთის პოლიტიკური ხელისუფლება ეს მნიშვნელოვანი სპორტული ფორუმი გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისათვის. საპარლამენტო უმცირესობაში კი დარწმუნებულები არიან, რომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს რუსეთი ეგრეთ წოდებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის თემის პოპულარიზაციისთვის გამოიყენებს. ნუგზარ ციკლაური საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს ღონისძიების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს. ჩემი პოზიცია ადრეც ასეთი გახლდა და დღეს მიმდინარე მოვლენების ფონზე კიდევ უფრო გამიმყარდა რწმენა, რომ ქართულმა დელეგაციამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა სოჭის ოლიმპიურ თამაშებში. ამას აქვს რამდენიმე ასპექტი. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის ის, რომ მიმაჩნია, რომ ეს არის ამორალური ნაბიჯი იმ ადამიანთა მიმართ, ვინც ეთნიკური წმენდის შედეგად არის გამოძევებული თავის სახლებიდან. გამოუცხადებს თუ არა საქართველოს სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტს. ამას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი გადაწყვეტს. კომიტეტის წესდებისთვის მიუღებელია სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ცალკე სახელმწიფო დარეგისტრირება. ზამთრის ოლიმპიადასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზაციაც გამოეხმაურა. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მართლაც დაფიქრდა მათ მეჩირაღდნეთ ეგრეთ წოდებული ვინმე ნეჩაევის, რომელიც 2008 წლის ომში ღებულობდა მონაწილეობას, მეჩირაღდნეთ წარდგენა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ოლიმპიურ ქარტიას. ყველაფერს თავი დავანებოთ საორგანიზაციო კომიტეტმა სოჭის ოლიმპიადის სარეგისტრაციო დოკუმენტებში დააფიქსირა გაურკვეველი წარმოშობის, ასე ვთქვათ, სახელმწიფოები, როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რაც ყოვლად მიუღებელია და ეწინააღმდეგება ოლიმპიურ ქარტიას. ვფიქრობ, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ბოლოდროინდელი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ რუსეთი კვლავ გადადგამს ასეთ გამომწვევ ნაბიჯებს, რომელიც არა ოლიმპიურ მოძრაობასთან იქნება დაკავშირებული, წმინდა პოლიტიკურ ნაწილში. ვფიქრობთ, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დაფიქრდება მიიღოს თუ არა მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა. ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2014 წლის 7-23 თებერვალს სოჩში გაიმართება. მასში 45 ქვეყანა მონაწილეობს.
ვეტერან სპორტსმენთა კავშირის პირველი ყრილობა დღეს გარდაცვლილ სპორტსმენთა ხსოვნის პატივგებით გაიხსნა. ვეტერან სპორტსმენთა კავშირი ქუთაისში სექტემბერში დაფუძნდა და მიზნად ღვაწლმოსილი სპორტსმენების აქტიურ ცხოვრებაში ჩართვას ისახავს. დღესვე ყრილობაზე ვეტერან სპორტსმენთა კავშირის თავმჯდომარის და გამგეობის წევრები აირჩიეს. სპორტსმენი როდესაც არ ყოფილა ჩარეცხილი, არც არასდროს არ იქნება. ამის მიხედვით გადაწყვიტა ჩამოაყალიბოთ ვეტერან სპორტსმენთა კავშირი. მათი გამოცდილება გადაეცეს ახალგაზრდაობას. ახალგაზრდაობა ბევრ რამეს ისწავლის ვეტერანის სპორტსმენებისგან. დაკარგული არის, გაცილებულია ურთიერთობა ვეტერან სპორტსმენთა ურთიერთობა ქალაქში. ჩვენ გვინდა აღვადგინოთ ეს ძველი ტრადიციები, რაც შეიძლება ხშირად შევხვდეთ ერთმანეთს და ის პრობლემატური საკითხები, რაც არის სპორტში ქალაქში, ამ პროფესიონალი გამოცდილი მწვრთნელების, სპეციალისტების ერთობლივი ძალით ხელი შეუწყოთ ქუთაისში სპორტის განვითარების საქმეს და უდიდესი წვლილი შეიძლება შეიტანოს ამ ვეტერანმა ბუმბერაზმა ხალხმა, რომელმაც აქამდე მოვიტანენ ქუთაისში ესე თუ დიდი ტრადიციების ქალაქის სპორტის სახეობებში. ვეტერან სპორტსმენთა კავშირთან აქტიურ თანამშრომლობას აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობა. ნაზარიშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელის განმარტებით, მოქმედ სპორტსმენებთან ერთად უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ვეტერან სპორტსმენებსაც გაუწევენ. მათი არსებობა და ხვალინდელ დღეს თითოეული ახალგაზრდა სპორტსმენის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდ წვლილს შეიტანს და არ ვიცი, ხელშეწყობა ჩვენი მხრიდან აუცილებლად იქნება. ეხლა ოთახები გთხოვეს და ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილი მაქვს. ორი ოთახი ექნებათ მათ თოჯინების თეატრის თავზე, სადაც შეძლებენ შეიკრიბნონ, ყოველთვის კონდეთ მათ საერთო ერთმანეთთან და ყველა ეს საკითხი რაც ამოიჭრება, ღია მაგ კარი ამათთვის მე ყოველთვის ძალიან დამსახურებული ხალხია. ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრს აქ სერიოზული შეთავაზებას არა მარტო ვეტერანი სპორტსმენებისთვის, საერთოდ სპორტსმენებისთვის, რომელიც უფასო სამედიცინო მომსახურებას გულისხმობს და ამ უფასო სამედიცინო მომსახურებაში შედის ყველა ის ძვირადღირებული პაკეტი, რომელსაც ამბულატორიული მომსახურების პირველი და მეორე დონის სრულყოფილება განაპირობებს. ვეტერან სპორტსმენთა კავშირი აქტიურ საქმიანობას იწყებს. სპორტსმენებმა ყრილობაზე სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. ორგანიზაცია სამოქალაქო სოლიდარობა დღეს ქუთაისშიც დაარსდა. საინიციატივო ჯგუფმა შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა. საზოგადოებისთვის ღირსებისა და სამართლიანობის აღდგენა ორგანიზაციის წევრები ამ მოთხოვნებით გამოდიან. შეხვედრას სამოქალაქო სოლიდარობის დამფუძნებლებიც დაესწრნენ. აქ გაერთიანებული ყველა ადამიანი სოლიდარული იქნება იმ პრობლემებისადმი, რომელიც დღესდღეობით არსებობს. ეს არის სამართლიანობის აღდგენა, ღირსების დაბრუნება და საკუთრების დაბრუნება. ჩვენ ვცდილობთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, ვინც ამ ტკივილის ქვეშ არის გაერთიანებული, გავერთიანდეთ და პირველ რიგში დიალოგით ხელისუფალთან და თუ საჭირო იქნება სხვადასხვა მეთოდებით, მანიფესტაციით, ან ნებისმიერი სხვა მეთოდებით დაუმტკიცოთ ხელისუფალთ, რომ მათ უნდა გაატარონ ის, რაც ჭირდება და უნდა საზოგადოებას. დღეს ბაგრატის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ქუთათელგაენათელმა მიტროპოლიტმა მთაშავას ჯვარი აკურთხა. ახლად ნაკურთხი ჯვარი ლეჩხუმის მთაზე დაიდგმება, რომელიც საქართველოს საძოვრებს დალოცავს. მიტროპოლიტმა დღესვე განცხადება გააკეთა 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობას გელათის სიწმინდეებს, რომლებმაც ათონის მთა მოილოცა ბაგრატის ღვთისმშობლის ტაძარში ჩამოაბრძანებენ. ამ დღეს ყველა ტაძარში სადღესასწაულო ზარები ერთდროულად დაირეკება. სახელითა მამისათა და დადისა და სულისა წმინდისათა დღეს ქუთაისში ეკურთხა ჯვარი, რომელიც დაბრძანდება ლეჩხუმის თავზე. ჩვენი ტყიბულის ჯვარი, დიდი ჯვარი დავდგით, ცაწავლის ჯვარი დავდგით, ეს მესამე ამ ქედზე, მთაზე, რომელიც დალოცავს საქართველოს საზღვრებს, დაიცავს საქართველოს საზღვრებს და გაამთლიანებს სრულიად საქართველოს. ჩვენ დავდგით უამრავი ჯვარი, ქუთაისიანის ჯვარი, მყინვარის ჯვარი, მამისონის ჯვარი, იალბუზის ჯვარი, ხვამლის ჯვარი, კოდორის ჯვარი, თენთლუნდის ჯვარი, საინგილოს ჯვარი, ვარძიის ჯვარი, ნიქოზის ჯვარი და ბოლოს ეს მაღლა დადგა სიონის ჯვარი. და ძალიანად სრულიად საქართველო ჯვარმა ჩაიბარა. თვით მოვიდა მაცხოვარი, თვით მოვიდა ანდრია, თვით მოვიდა დედა ნინო, როცა მე მოვედი აქ 30 წლის წინ
და როცა ვიფიქრე ვფიქრობ ჩემ სამფლოში ძვლისალას მივენდე მეცა და ადვილი არ არის ძვლის მსახურება, მაგრამ მაინც უამრავი კეთილი საქმე გაკეთდა. მე მინდა ერთი განცხადება გავაკეთო თქვენი მოგესალმებათ, რომ არსენი ყალთველმა აღმაშენებელს მიართვა წმინდა ნაწილები. აქ არის წმინდა გიორგის თავის ქალა, აი ჩამოთვლილია იქ საოცარი, აი დიმიტრი თესალონიკე, თეოდორე ტირონი, წმინდა გიორგის თავის ბენედიქტე, ემელიანი, ნიკოლოზი, თეოდორე სტრატილადე, სამსონდლიე, თეოდიქტე, იონე ოქრობი, თომა მოციქულა და სტეფანეს პირველი ნაწილია. ათონის წმინდა მთაზე გამოეცხადა ბერს, რომ დაურეკეს და უცხეს პატრიას მოასწენეს, რომ ხილვა ქონდა, რომ მეუფე კალისტრატემო ჩამოაბრძანოსო გელათის წმინდა ნაწილები. მეც ვადალოცოს, ვინც დაგვიფინანსა, ცოტა 100,000 დოლარი დაიხარჯა და შეთი ცხოვრებას ეს ხასოსვა წირვის შემდეგ ჩვენი სამძელოება ერი და ბერი წამოვაბრძანებთ ამას ქუთაისში. დაბრძანდება ქუთაისში და 10 წუთის ზარების ყველა ეკლესიის ზარების მთელი ეპარქიისა და აქ გადაიხდება სამადლობელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მისადმი და მე მინდა რომ ვისაც უნდა სულიერად გაიხაროს ამ ბედნიერ წუთებს არ უნდა მოცილდეს.